გადაცემაში იხილავ. მე ამფეტამინი. უკან ნარკოტიკს ჯერ გაშოვნინებს, მერე გახევს. ბზანარი. ბზანდი ხო ყველაფრისთვის. რატომ გამოიძახეს პატრული? აუ, სტოპ, ძმა 112-ში რე. და რაღაც ვეკითხები მომე რა. ამ პროგრამას გავუშვი. ყველაფერს გავუშვი. თქვენ გეგონათ გრიშას ეპიზოდი იყო პიზდეც. ეს უნდა ნახოთ. ეხლა ვიარ პოლიციას ვეუბნები. კი, რომელიც შენ გამოიძახე. დავაი. მოგესალმებით მეგობრებო, ჩვენ დავბრუნდით, როგორც ყოველთვის ბრუნდებით და დღეს ყავს ძალიან საინტერესო სტუმარი. ძალიან დიდი ბოდიში მეს შენი სტატუსები ვერ დავიმახსოვრე რა და წავიკითხავ ინსტაგრამიდან. მოკლედ ვიწყებთ recovery, healing-ი, meditation-ი, mental teacher-ი, spiritual teacher-ი, კონსულტანტი და ელექტროგურუ. დავაი, გააკეთეთ კომენტარი. ამ შემოვა ეგ ტიპი. რაღაც ეგეთი არის უკვე. კონსულტანტით დავიწყოთ. დავაი. სად მუშაობ? ნარკოლოგიაში. ოპა, გაკ რამე? ჯერ არა. პასიანის წინ. ეხ სად ვიდიხარ აქ? აქედან მივდივარ სახში რო ჭამო ბურგერ კინგი. და მე? მერე აგერ გოგონა მეპატიჟება პასიანის წამიყვანა ნახოთ რა სიძო. სანდრო, რაზე ზიხარ? პირდაპირ. სუბოზე. სუბოს რამდენი საათი ეპატიება? საათ ნახევარი ეპატიება? არაფერი არ ეპატიება ალკოჰოლის შორის მარტო. ალკოჰოლი. ალკოჰოლის სტუდიაში. ალკოჰოლის სტუდიაში. აქციაში. ჩუქები არ გვაქვს. მოიტარე. $4000-იანი, რომელიც ღირს დღეს მხოლოდ 6 ლარი, მეგობრებო. ორნაბიჯში. ორნაბიჯში, დიახ. ორნაბიჯო, დაგვასპონსორეთ. გაგემარჯოთ. გაგუმარჯოს ჩვენ აბა პატიოს ახლა. აუ, როგორ არსოს, მაჯობა. როგორ დაიწყო შენი ამბები? მოიცადეთ, სანამ ამბებს კითხავს, მე მინდა გითხრათ, რომ საიდან ზოგადად საიდან შეხვდა სანდრო რა. სკროლავდი. არა, ქუჩაში არა, სკროლავდი და სანდროს ვიდეოები შეხვდა, არის ყოფილი ნარკომანი, ეს შეიძლება თქვა. არა, ნარკომანი ვარ. ნარკომანი. ხო და ნუ ამ თემაზე დებს ვიდეოებს და ეხმარება ადამიანს. ნარკომანები მომიყვანები. ადამიანებს აბა, რეკავერიო კონსულტანტიო. მომავალ ნარკომანს. გურუო და რაღაცა ეგეთებიო. მომავალ ნარკომანს ნარკომანი მოუყანე? ეს მომავალი ნარკომანია. ნარკომანი ცნობს თუ როგორ არის? ზუსტად და ეს ცნობს ხალხის გამოჯამრთელებას. ამ გადაცემის ბოლოს თუ ეს კიდე არ შევსვა მაგას. ეგეთი გამონათქვამია რეაბილიტაციაში. ნარიკა ვიძით ბესფანარიკა, რა. ეგ საბჭოთა კავშირი. არა, ახალი დროს. ეგ არის. ფანარის გარშემო. ახალგაზრდები. ხო და ერთ სიტყვით ეხმარება ადამიანებს. ჩვენ ჯერ კიდევ recovery-ში, რა აღდგენაში და თავის დაღწევაში, ხო? თუ არ ეხმარება. თუ სერიოზულად ლაპარაკობთ, ვინო გადავიდეთ? არა, ხო შიგადაშიგ. მე ვარ ნარკოლოგი, რომელიც ფსევდონარკოლოგია, ფსევდოფსიქოლოგია და ნაღდი მედიტაციის კურსების მქონე ადამიანი ვარ, მაგრამ ნარკოლოგიაში ვარ 12 წელია და დავაღწიე 7 წლის წინ თავი, სასმელი დავიწყე ახლა წელს უკვე უფლებას ვაძლევ, იმიტომ რომ მე მითხრა ერთმა ებრაელმა, რომ მე ვუთხარი, რომ მე 20 წლის წინ დავიწყე გამოჯამრთელები და მითხრა, რომ მეთქი მე არ ვსვა, მე ჯამრთელი ვარ და შენ ჯამრთელი ავადმყოფი ხარ, მეც მითხრა ერთმა ებრაელმა, რომ იმიტომ რომ ვერ ვსვავო. მეც მითხრა ერთმა ებრაელმა, რომ ეს მიწაო ჩვენიაო 4000 წლის წინ შეგვიყვებიდნენ და პალესტინა უნდა გავანადგუროთ. დავაი მე ვის უჭერთ ხარს? პალესტინა საქართველოს თუ მაგათ? საქართველოს. ჩვენ ქართველები ვართ. საქართველოს გაუმარჯოს. ეს როგორ ერიდება სასმელს ნახე. ის გამიჩალიჩეს მე და პიდარასტია, ბიჭო, აბა რასაუბრებ. მე ინდური რესტორანი გავხსნე. Yes. თუ რამეა რასისტი ეს ამი არ ვარ. very good. რატო ეგ იმიტაცია არის მთელი კომედია მაგაზე აწყობილი. მე ინდური რესტორანი ჩამავარეს მართვაში. თუ გინდა დაპატიჟებული ხარ მე დაპატიჟებული ხარ. ფეხებით აკეთებ. რამდენად ძანძრეული აქვს და ასე ხარ. სანდრო მიიყვანეს გასაუბრებას დასწრენ და კიო მისაღები კადრი ხარ შენ ჩაიბარე. დაში დამიძახეს. ხო და ჩამოვარეს ფეხებით ჩაბანა, ეგეც ჯერა ჩაის ვაკეთებ. ჯერ მარტო ხელები. ჩაის ვაკეთებ ფეხებით. ჩაიფეხები. ჩაიფხანა გერქმევა. ფეხის და მაგიტო გეპატიჟება თორე კარგი რო იყოს ამას დაგპატიჟებდა. ფეხები ჩაიფხანე და ჩაიფხანა. ეხა მომისმინე, ხო გასაგებია? დავაი, დასუსტ მაგაზე გადავალთ. მე მაინტერესებს. დედა უფრო გიყვარს თუ ტორტი. შოკოლადი. ჩემი დედა შენახე რა. ახლოს ხო შოკოლადთან მივედი, ხო, რა. მე ესე მეუნებოდი ბავშვობაში, დედა უფრო გიყვარს. დღეს ვზივარ ნარკომანთან და ალკოჰოლიკთან, რა ყველაზე ცუდი მე ვარ. დედა უფრო ის ვარჯი რა. მოიცა.
დედა ვარჯიშობს 15 წელი. დედა უფრო გიყვარს თუ სამშობლოა? სულ მაგას უშვებ. მაგ შეკითხვა იყო 90-იანში. ერთმა ბავშვმა ნაყინი უფრო გიყვარს თუ სამშობლოა? ერთმა ბავშვმა უპასუხა, ნაყინი რომელსაც სამშობლო ნაყინი რომელსაც სამშობლო რომელსაც ნაყინია. აქ ამოვიდა ფორმულები რაღაცა. დაურეკე რა ძმობას მოიცა ეხლა, რა მიდი რა. არა, მაიცა დამაცა. დედა ჩემს დაურეკავ. არა, იმ ბავშვს დაურეკე. უცხოეთში დაურეკოთ. კაი, დაურეკოთ. ქალბატონი დედა. ქალბატონი დედა, აბა რა თუ გიპასუხებს? სუჩხუბობს, მოიც თხილად იყავით სუჩხუბობს. კაი. დედა სტუდიაში ხარ? მოგწონს დაათვალიერე. კი, კარგი. რა? ისა, ნაყინი უფრო გიყვარს თუ სამშობლო თუ შვილი? მე მეუბნები? ხო. არც ნაყინი, არც სამშობლო და არც შვილი. შო. კაი პასუხი იყო, მიღებულია, კაი, წავედით. მოგკითხა ქალბატონი დედას. მოგიკითხე სტუდიიდან. ჩაწერაშია ქალბატონო მთელი საქართველო ნახავს ამ ყველაფერს. კარგად ბრძანდებოდეთ. კაი, და წააგო სანდრომ ყველაფერი. ეს იყო შემოწმება. არავის არ უყარა. ვინმეს თუ უყარა დაალაიქეთ ეს ვიდეო. ლაიქებს დაეძრა. დახვევს ლაიქებს. ვისაც არ უყვარს გამოიწერეთ არხი. ვისაც არ უყარა დააშერეთ. ლაიქებზე არ არის არაფერი. ვისაც უყარათ რა ქნან. აი, კომენტარებში რა დაწერონ. ვისაც გიყვართ, მოწიეთ ბიომაშინ. არა, ბიოკლავს. ბიოკლავსკი. ხო, ჰეროინი. ერთი წუთი ერთ კითხვას დაგისმევ რა. ანუ შენ თქვი რომ 7 წელია აღარ მოიხმარ, განიკურნე და განუკურნებულა, მე მაინტერესებს განკურნების პროცესში ვარ. მიდი შენ გაინტერესებს. რამდენი წელი გრძელდება? 12 წელი. მიდი თქვი რა გაინტერესებს შენ. მე რა მაინტერესებს პირველად სადგასინჯე და როგორ დაიწყო იგი? ანუ საკამპანიო თუ იმენა დამოუკიდებლად იჯექი სახში და აი მოდი ჰეროინს ვიყიდი. რას იკეთებდი? სიმართლე და კონტროვერსიული თუ რას იკეთებდი საერთოდ? არ ვიკეთებდი არასოდეს არაფერს. კლავალ და საერთოდ რეაბილიტაციაში რომ მოხდით წეველები და მჩხერავები წეველებს დედა გქონდა. დედა ხეროვის мама. მჩხევრებს ხო რაღაც შუაში რა რაღაც ბიცოლა. ხო და მთელი აზრი რა იყო რომ ცოლმა შემსვა. ასწორებს. იმან რაღაც იცის ეგეთი ისტორია. ბიჭო, აბაძმა გაუგეს ეგ ერთმანეთს. არა, მე არ შეუსრულვარ არა. იცი ალბათ მოწია პირველად პლანი 27 წელს ვიყავ და მილიონები მქონდა უკვე. და მანამდე ვაფშე გეტყობა ძმა. ძალიან ბევრი დიჯეო ეს ამას მოაკეთყობა მილიონები, ხო ისა? ეს ჯაჯანიძის ის არის. ხო, მაგას მოაქვს ხოლმე შორს მილიონები. არა, მომისმინე ერთ. ჯაჯანის კბილებისგან არის დამზადებული. ხო, მაგიტო იდექი ავტობუსში საათნახევარი პრობკაში. ეხა ავტობუსით არ მოსვლა, ტაქსით თუ ეს გაუვიდა ვადა. ტაქსით მოვედით, ვიღაც პუტკონა ტაქსის და გვიყურებს უეჭველი ნახავს ამას. არა, ერთი მოგითხო წუთი, პუტკუნა რა ტაქსის. მაინტერესებს, ანუ არის ჩხერა ისეთი, ანუ ჰეროინზე არ ყოფილხარ? კი, ყოფილვარ. გადაიფიქრა? ჰერო არა, ყოფილვარ, მაგრამ არ მიჩხერია. გოაზე მაგალითად 6 თვე ვიჯექი. და აბა ეს რა არის? ვაა! საღო, კაია. აბა საიდან გაკეთე? ჩამიდეს. ვინ ჩაგიდო ბიჭო? ყურში ამომიდეს. და მოიცა ის რა არის? ოპ, ეს რა დგინდა? ამით თუ ხარ შევთხოვე. ვიჩხირავ. მოგვიყევი შენ გაჩხერაზე, აბა. გაჩხერი, არ გამიჩხერია და რა გავიჩხირო? ანუ დავაი, დედის ადგილზე აი მაგით დავლე დალიო. დავაი. გაუმარჯოს დედებს. დედებს. რომელმაც თქვა რომ არ მიყვარს ჩემი შვილი და არ მიკვირს რატო? ქალს. ეხა გასწავლით რაღაცას. ქალს არა აქვს. ქალს ქვეცნობიერა. მშვენი ერქა. არ მიყვარხარ, ნიშნავს მიყვარხარ. ეგ ქალი რო გეუბნება არ მოგცემ და 7 წელი სექსი რატო არ გქონდა? ეგრე მაგრამ თუ გეცნო. ეგეც მოყევი? იმიტომ რომ მიყვარდა ერთი. ტყუილი ბაზარია. კაი, მაშინ. ხო, რაღაცა. კაი, მაშინ ბანძი შემხვდა ერთი ისეთი რომ დამაკომპლექსა. ოკეი. ხო, არა, პროსტა ისე რომ სექსი თუ დამინგრია. მეგობრებო, მე ახლა გასწავლით ქალებთან მოქცევას და რაღაცა და 7 წელია ქალი არ მინახავს, ხო ხდები რა? ანუ თუ გინდა გაჩხერაზე ვისაუბრებ. არა, ამას თუ გაჩხერა აინტერესებს. მეც მაინტერესებს. ამასაც ჩემ აინტერესებს. ბავშვებს ნუ ასწავლი ქალებთან კაი, მოქცევას. დავაი. ერთი წუთი, ხო, ანუ არის ჩხერავდი, მაგრამ გაჩხერა მაინტერესებს მართლა ახლა ანუ ხალხს მართლა სერიოზულად ამფეტამინს ვეწეოდი დღეში 7 გრამს. ოკეი, ეხლა მივხვდი. 7 გრამი რამდენია? 7 გრამი არის 7 პაკეტი. პაკეტი რამხელა, ანუ აი, მართლა ხუმრობ, მაგრამ მართლა. არა, უყურე, ჩვენ არ გვესმის და მაგიტო. კაი, ძალიან ცხენი 1.300.000 ლარი მაქვს დახარჯული ნარკოტიკებში. ოღონდ ერთში დაჟე. რამდენი ხნის მანძილზე? 6 წელი.
იქამდე რას აკეთებდი გაფიცე? DJ-ობდი მილიონებს ვაკეთებდი, მენეჯერობდი, PR მარკეტინგი ვიყავი, სწავლობდი, დავხტოდი. ეხა გლოვოში ხარ. მარტობდი, ეხა გლოვში. ცოტა ახლოს. მოიცა, ხო. მოკლედ ჩვენ ისე ვაქვართ და ვაგრძელებთ პოდკასტის ჩაწერას. ასე რომ მეგობრებო, თუ გნებავთ პოდკასტის, ვლოგის, ვიდეო გაკვეთილების გადაღება, მობრძანეთ პოდკასტ კორნერში, ჩვენ მეგობარ სტუდიაში და ჩაწერეთ ნებისმიერი თქვენთვის სასურველი კონტენტი. და ჩვენ ვაგრძელებთ გადაცემას. წავიდეთ. ეხლა ასე გეთებ? ეხლა ბიზნეს კომპანია მაქვს ჩემი ძალიან ბევრი გოგოებით. მარტო გოგოები ყავს. 10 გოგო, 8 ბიჭი. და რა ბიზნესია? მიკრო ბიზნესები, კრეატიული ბიზნესები, მედიტაციები, იოგები, რა რაღაც ეგეთ რაღაცა. ოკეი. გასაგები. აი, რა მაინტერესებს, ჩვენ წეგან თქვი რომ მოკლედ ძალიან ბევრს ეწეოდი. აი, ყველაზე უცნაური და სასაცილო. მაინც იმას აქნა. წეგან 2 საათი გაუქაჩე. ძუძუ სამარია. გადასხმის გარეშე. მაინც გადაესწრა. გადასხმები დამჭირდა ზღვა. ძუძუ სამარია. უყურე, ყველაზე სასაცილო ან უცნაური რა გაიკეთებია კაიფში, რომელიც გემდე მე არ მაქვს, მაგრამ მე მაქვს ესეთი ფაქტი, რომ ტიპს ბიომოვაწევინეთ და მაშინ გაჩალიჩებები იყო, რომ ჩაუყარა ბევრი რაღაც და გავთიშე და გაითიშე ტუალეტში და იგდო 1-4 საათი და არ წევდი თვითონ რაღაცები და ფართხალებ და ამოწმებით ხომ. და როცა აზე მოვიდა ესე გამოგხედა და კიდე ცხოვრებაში ხო ამიდგებაო რა. აი იგივე. აუ მე მეგონა რაღაცა მხიარულს ან რამეს მოყვებოდა და აუ ტიპი როგორ кайფობდა იცი აი 14 წლის ვარკეთილი ბავშვები რო кайფობდით რომ ხომაგრად ხარ ძმა იმიტომ რომ სხვა არაფრის პონტი რო არ გქონდა რა და რამე მხიარული გამოგიცდი აუ DJ იყავი და ეგა ყველაზე მაგარი ისა რომ ძმაკაცი დააგდე ძმაკაცი არ იყო არ უდგებოდა ტიპს ერექციულ დისფუნქცია დამართა ჰა ტიპს ერექციულ დისფუნქცია დამართა რაიფიკე მოდი განვიხილოთ რაიფიკე რომ წამოდგა და პირველი მკითხა რომ კიდე ამიდგებაო შე რატო გკითხა პირდაპირ ანუ სხვა არავინ იყო სხვას კითხა მაგრამ მეც მოვისმენ ის მაგრა ჭრის ბიჭო ის ვერა ჭრის მე რეგამაკი საქმე სანდრო ძმაო გპირდები რომ კიდევ ამიდგება და კიდევ გავატარებთ კარგი დროს ეგ გასაგები ეხა ის მაინტერესებს ყველაზე უცნაურად დოზა როგორ გაგიჩითია უცნაურად ამ ტელევიზორი გქონდა სახში უცნაურად ასნიშნავს აი უცნაურად რაღაცა ისეთი როგორ გიჩალიჩია აი არარსებული და როგორ გაგიჩითია რა თუ სულ გქონდა ფული უცნაურად კაი ფეხები ერთხელ გავატყანი ნაპასი დავარტყი და მივხვდი რომ ძალიან ბევრი ფეხი მეჯდა სახში რა ფეხები ვისაც მოაქვს და ურეკავ ერთ-ერთ ბარიგას კონტაქტზე იყო მაშინ და მეუბნები რომ ბიჭო აი ესე და ესე თქო ამდენი ფეხი მყავს თქო რა და როგორ მოვიქცე თქო რა თითოსგან თვითონ აპასი ყოველდღე მოწია და მთელი დღე იქნება უფასოდ ისაურ სანამ ეგენი ხო დილას გაწევინები რომ სანამ ყველას ისწონდი ტუჩზე კოცენთი მეუნა აი ტუჩზე არა ლოყაზე ხო და მთელი აზრი ის იყო რომ მთელი დღეო შეგიძლიაო მოწიო იმათი ნაპასებიო ისე რომ აღარ იყიდოო და ერთ სეტყვი რომ მოდიო ერთ სეტყვი მოდიო და ერთი წელი ვიკაიფე უფასოდ რამდენი ლარიც იკაიფე დაახლოებით უფასოდ 300,000 300,000 მოკლედ თუ ნარკომნები ხარ და გვიყურებთ ლაიფჰაკის ანდროსგან არ გავიკალისებ ნოშე ეგენი ჩაწერე ბიჭო რაღაცას იმეებს რო წერო მედიტაცია და რაღაც აი ლაიფჰაკები ჩაწერე უცებ რომ ამიდგება ხოლმე მაშინ წერ რაღაცებს თორე რეალურს რო ჩავუშ და კარგად გამოვიდა უცებ რომ ამიდგება 7 წელში ერთხელ მე იმ ბიჭსაც ვკითხავ რატო აღარ უდგება არ კიდე ურთიერთობა მინდა და კონსტანტ გაუგზავნა მინდა ძალიან მინდა იმედია ისევ გიდგება კაი ეხა დავაცადე რომელი უფრო რთული იყო დანებება ამისთვის თავის თუ ხალხისთვის დაგენახებინა რომ აღარ ხარ დამოკიდებული ხეხებს დამკიდე ხალხი არა ხო რა ვიცი ადნაყავარი კი დააგვიანე მაგიტყვას კიდია yes გეტყობა ამ დანებება უფრო რთული იყო დანებება რთული იყო მარა ავტობუსი არ იყო იური ესე რეაბილიტაციურ ცენტრში იყავი თუ შენი თიჩალჯი ყველაფერი ვქენი ვაფშე რეაბილიტაციურ ცენტრში მაყურებელი ვიყავი რეაბილიტაციურ ცენტრში ანუ ყურებდი რაღაც ეგეც მეძახდნენ ეს მაყურებელია ვიძახდნენ ეგენ მეძახდნენ და ეგენ მარქვენ არა რეაბილიტაციაში შეტანა მე შემეშალოს ქუჩაში პოლიციაში მაგრამ გამოჯანმრთელებაში სპირიტუალიზმში და ბიზნესში არ მეშლება არასოდეს
გასაგებია. აი მაგრამ თუ ხიზიანდები ბიზნესზე რო საუბრობს ისე თითქოს ეხა ბიზნესმენი გვიზის რა ტიპი საათნახევრი დაგვიანებს პირველ შეხვედრაზე და გაცნობს მე ბიზნესში არაფერი არ მეშლება რა ბიზნესი გაქვს მოგუყევი მოდი გითხარი რა გეტყვი ხა ბიზნესზე რაღაც იქნებ მართლა არა, კაი ტიპი ხარ მიდი მოყევი და მე მე მქონდა ძალიან ბევრი არა მქონდაზე არა რა აი ეს ეხა მაქს სააგენტო აი მაქს რო იძახი მაქს ის გაკეთებული ბიზნესის დედის ეგენი უფრო აკეთებ ეხა მაქს რა გაქვს საბა ეხა მაქს ბიზნეს ცენტრი კრეატიული ბიზნესი სადაც ვაკეთებ სწრან რაღაცებს ესკორტში მუშაობ ესკორტი ჯერ არა სამრეცხავებს სანამ ხალხი ჭამს რესტორანში მანამდე ურეცხავთ მანქანას პროსტ დაუკითხავად არა ის ციგნები რო არიან ხოლმე. მე ძია ფული არა, ქუჩაში იმას რო ასხავი ბოთლით. ეგ შენი არის, შენი კლასტერია. ბიზნესია ხო ეგენ ჩემი მაგათ ავიყვან ეგ დამშავლები გქონდა მაგას იმაში დავაწინაურებ რა ანუ მიწოლა რო იყოს რა ფულზე რა მიწოლა იყოს ფეხებზე ჩამოკიდება მაგას და რა მივაწვევინე ხო რესტორანში რო კონტრაქტის მე იმიტომ კონტრაქტებს ვაპირებ რო გააფორმო კონტრაქტი რო თუ 100 ლარზე მეტი ნიფტი გიძეს ნახვი ან აწერ ხელს რო ფეხებზე მკიდია ან არ გირეცხავ რა და არც უნდათ გარეცხვა ტიპებს ანუ რესტორანში მოვიდნენ მე შენ თავაზობ რომ სანამ ჭამშებ ზღნერო მანამდე გარეცხე თან ანუ კი არ იმაშვება არ თავაზობს მე აჯვავს რომ გარეცხიო და მე ციგნებს უგზავნი პოლის ასართია ციგნებს საპენსიოს ურიცხავ კი ბატონო ისინი მივეცი ელექტროები რომ გაატანო ციგნებო თავის სახელი და გვარი არიციან მე ციგანი შეყვარებული მყავდა დავბანე გავწმინდე აუ ციგანი მენტალობით ყველა ბორატივი ყველაფრით ბორატის შეყვარებული ის ბიძაშვილია მაგარი შექსვა ნარკოტიკებზე არა იაფად კონდა არა თავიდან იმით დაგაწყებინა წებოს მთქვით წებო ბანძი ხო წებოს იძახენ ყველაზე ძლიერი кайფი აქვს ეს ამოჭერით მაგრამ იტყუებიან და შენ გვიტყვი რა საკვლას ძლიერი кайფი არა მაგის უფლება არა ეგ თვითონ ხალხმა ან არ გასინჯოს ან გასინჯოს გააუქმე თუ ვერ ვათქმევინე მისმილე უყურე როდესაც იყავი დამოკიდებული აი რა პოზიციებიც ცდილობდი რომ ნარკოტიკები და ნარკომანია გაგეპრავებინა ქონია რომ არა გიგრებო ეს კაი არა ერთადერთი ვარ ვინც მესამე თვეს მიხვდა რომ ნარკომანი ვიყავი და უკვე Google-ში ვეძებდი როგორ გამოსულიყავი და ოჯახში ავედი რომ მეთქი ნარკომანი ვარ და შენო არ ახარო ნარკომანიო მეუბნებოდი შენო რახან იძახი არ ახარო და მე გიზგავდი იმიტომ რომ რა ვქნა როგორ მოვიქცე და დავიწყე მე თვითონ სწავლა ჩემი ფულით გავფრინდი ყაზახსტანში რომ მემკურნალა იქაც დაჟე არ უნდა რომ მემკურნალა ყაზახეთში ვაფშე ყველაფერი უფასო ნასვაის იმაშვებოდი ეგ რა ტუჩებში რო იდებენ ის რო არ რაღაც შავი შავი ნარკოტიკებით ხო მე სინთეტიკა არა ფხიზელია კაც სინთეტიკა ვინ შემოიტანა საქართველოს სახელი და გვარი სინთეტიკა არ ვაფშე ან ინგლისურად რა ქვია მაგას აი ბიოს რო ეძახიან იმიტომ რომ ეხლა სინთეტიკ ოპიოიდი მაგალითად სინთეტიკ დრაგს ეგრე არის კი ბატონო შენ ტოპ ის სამი რომელი არის ყველაზე მეტად რა არ არის არაფერი სუფთაკოვზია ნუ ჯალიჩო ტოპ სამი სუფთა მითხარი ტოპ სამი რომელია შენი ნარკოტიკები არ მაქვს მაგის უფლების თქმა არ მაქვს ვარა მაგის საიდუმლოდ მაგის უფლების თქმა ხო მაგის თქმის უფლება არ მაქვს კაცი ბიზნესმენი აი სანდრო რომ მოდის ბიზნეს შეხვედრაზე და რო გეუბნება მაგის უფლების თქმა არ მაქვს და წერა რა გააძრო მაქსო მე ბევრი ფული მაქვს ძმაო და ჩადე ჩემ ბიზნესში და მაგის უფლებების თქმა არ მაქვს რა გინდა მაო ციგნებს ასაქმებს მაო ქვეყნის საქმის კოლ ცენტრში მუშაობს კოლ ცენტრიც გვაქვს თეთრი რომელიც ემსახურება რა კონდიციონერებს ყიდის ანუ კონდიციონერი ევროპაში ხომ კონდიციონერი არ ჩასდი ინდოეთში თელინდოეც აგრილებ კაროჩე თელინდოეს მე მომარაგებ მისმინე ყველაზე მეტად რა დაგეხმარა რეაბილიტაციაში სწორი ტრენერები ანუ რის ტრენერები კოუჩები იმისი რა მენტალური ხო ხო მენტალური ხო ეგ არის სიფხიზის კოუჩები ქონდა ხოლმე მე გარეკვები და აი შეგიძლია გითხრა ძალიან მადლობელი ვარ ჩემი დის ეც რა მე ეხლა მართლა დამაინტერესა აი რას გესაუბრებიან ანუ აი გადამწყვეტი ხო აი გადამწყვეტი რაღაცა რა იყო აი რამე ერთი წინადადება არის ისეთი რასაც
რაც გაფიქრებს. აი შეგიძლია გითხრა, იმიტომ რომ მე მართლა მე დამაინტერესა. ესე ვეუბნები ხოლმე ყველაზე და მიერთდებიან ხოლმე 100-დან 100. გაანები ნარკოტიკს შემომიერთი ამ ბრძოლაში და მოდიან ხოლმე. კაი და ანუ მაგ ბრძოლაში როგორ უხსნი მე რომ ცუდია. ვასაქმებ ხოლმე. რაღაც დროს ცუდია ნარკოტიკი, ეგ უფრო აპიარებ. ცუდია უფრო უნდება. აბა რა უნდა უთხრა? ნარკოტიკი კაია, მოდი ჩემგან იყიდე. არა ძმო, მაგის უფლების თქმა არა მაქვს. ხო და მაგას გეკითხები ანუ რა არის ისეთი აი კლუჩევოი მომენტი რო გარდამტეხი. ხო აი გარდამტეხი რა მე არ გინდა რომ დაკაცდე, არ გინდა რომ აზე მოხვიდე, ფული იშოვო, ცოტა ნორმალური ნაშამა არ ანძრიო, რაღაც ბევრი რაღაცაა. ცოტა პირდაპირ უნდა უთხრა, ხარ. ოკეი. რამდენჯერ მოგვსულია ჩხუბი მაგის გამო? ბევრჯერ. ანუ ეს პირდაპირ მაგრამ საჭიროა, ხო? ხოლმე რომ ნუ აი რიბად ქართულად მეუბნები ხოლმე. ხო რა, ანუ ახვედრებ რომ ცხოვრება არ მიდის. შენ როდესაც ყველაფერი გქონდა ძალიან დიდი სიამოვნებით დავხარჯე და წამი არ მინანია. არა, მართლა ეგრეა და ხო. რა ღმერთო დამეფაროს ესეთი გამოვიდე, მაგრამ საუბრობს რა კარგად. ეგ არის. არა ხო ეგ არის მთელი კლუჩევი მამები ხო, რა ეგ კარგად არის. ლაპარაკობს. ის ხო მართლა გავჩუმდი, იმიტომ რომ ნუ ადამიანს აუბრობს არაფერი არ მინანიაო და ეხლა რა უნდა უთხრათო. აბა ის შოულო ფულს. ნარკოტიკისთვის. რაში უნდა ხარ? არა ბავშვი. Drugs and rock and roll ხო არის? ოი სექსი, რატო ლაპარაკობს ტიპი იმ დღეს ვიდეოს წერო 7 წელია გალი არ მინახავს გთხოვთ მე ძუძუს ფოტოები ჩამიგდეთ და ეხლა სექსი. სექსი კაია. გაგიგია. რომელიც 7 წელი არ ქონი. ბიზნესზე და სექსზე რომ ბაზრობს იმედა Twitch-ში მირთყავს რომ თქვი რატო. და როდის მივთი რომ უნდა გაჩერებული ყავა? არა კაცო. როდის მივთი რომ უნდა გაჩერებული ყავა? რესტორანი შეკითხვა. აი როდის მივთი რომ ხო აი ბოლო მომენტი როდის იყო? მახსოვს. აბა თქვი. ვაკეთებდი ესეთი აფერისტობაა ნარკოტიკი. ამფეტამინს. უყურე, ვაკეთებდი 30000 ლარს თვეში და მივიღე ნარკოტიკი. გავაკეთე 50000 ლარი და გამიხარდა და მე გავაგზელებ. ანუ თან ყიდიდი? რატო ყიდიდი? აბა რა ბიზნესებს აკეთებ? სარეკლამო მქონდა. ხო და ვაკეთებდი ამ იმას, რა ქვია, სარეკლამოს 30000 მქონდა 50-ზე ავედი. ეხა მას ეძახიან მაგას. არა და 6000. ეს ზოჭელი რატო არა? 6 თვის მერე ვიდექი ბანკში. ბანკში? ხო, ანუ უკან ნარკოტიკს ჯერ გაშოვნინებს და მერე გახევს. ეგ ერთი. მერე რატომ პეტრუშკის ბიზნესიც იგივეა ძმაო. არა. კი, პეტრუშკას თავიდან უნდა მოვულა. ზუსტად იგივეა რა. არა, უყურე. აუ მესმის 100% რას ზბაზრობ. აი ვაფშე ეგრე. რო დამაკლდა ფული ბიზნესში, მომინდა განებება. კიდე ბიზნესიო, ხა. რატო არა ვარ დაჭერილი? ხო რა ვერ ხვდები რატო არ. და რაზე უნდა ვიყო დაჭერილი? გაყიდვაზე. და ვინ ყიდის? მე რა ჩემყავს. რატო ყიდდი? აბა ფულს როგორ აკეთებდი ნარკოტიკს? კაი, არ გვინდა მაგთან საუბარი. შენ მარტო ნარკოტიკით აკეთებ ფულს? არა, ნარკოტიკით და სარეკლამო კომპანიით. კარგი რა, რა სარეკლამო კომპანია გაქვს? მოდი დავგუგლოთ ერთი. Goodpacker. კაი. ეხა მაგალითად იყოს. რა არა, ნახავ, მაგრამ დავრეკავ და ვიღაც ხომ რა სანდრო და რაღაცა. კაი, მე ჩაწერი აბა Woodpecker, არა, ხო? Facebook-ზე ჩაწერე. საიტი ზვირი 100 ლარი. 100 ლარი რამდენი ამფეტამინი მოდის? ой. მიდი. კოდალა. LTD მიაწერ გამოგაი. ყველაზე უცნაური გადაცემა. აი მიდი. მოდი დავრეკოთ ახლა. კაი, სადაბის დაარეკე. არა, მოიცა უნდა დავრეკო კაცო ახლა. და ბოლოს დაირეკება ეხა. და 300 ლაიკი აქვს page და მეც გავაკეთებ ხა ბარი გარავიყო. და როგორ გო? ეხა ალბათ ჩემთან დაირეკება. რა ალბათ ჩემთან დაირეკება თქო. მოდი დავყოთ ეხა. რა საქმეა? 2021 წელს აქ ბოლო პოსტი ძმას. მოიცა. ეხა მეგონი ბალა დააჭერიდებს ამის. არა ბიჭო, აბა ეგ რა პონტია ძმაო, თუ ბაზრობ სიმართლეს იბაზრე რა. ბაგე სარეკლამო კომპანია და რაღაცა. არიგა რატომ უნდა იყო? მე რა ვიჭენ გუპასუხე სანდრო. ხო, მაგრამ ანუ ხო უნდა იყოს ნებისმიერი სახის რეკლამა. ისა რომ რაღაცის გამო არა კაცო, ვერ დაგიჭერენ ვერაფერზე. ეს არის იუმორისტული გადაცემა, ყველაფერს ვიტყუებით. ანუ რატო არის ბარიბა? 2021 წელს მაგარ ხოძზე იყავით ძმაო 7 კაცმა დაგილაიქეთ. კაი. სარეკლამო სააგენტო. კიდე რა ბიზნესები გაქვს?
მეტად ცხოვრებაში მეზიზღება, აი მართლა რა მაპატიე, რომ აყენ რა. შენაყებ შენ თავს. არა. ბარიგობა გინდა. მაგრამ ჩემ მოწოდება. ეხა უსრულებს. არის. ეხა რევერსიის გავუშვა პირდაპირ. ეხა საუკეთესო თავდასხმაო. შენახარ თუ კაი. კაია. რაღაც ფსიქოლოგიასთან ის არა, ვაფშე არ მიფიქრია ბარიგობის თემაზე, რა შენ ქვია სანდრო. ვაფშე არ მიფიქრია და უცებ გააძრე ბარიგობავდა რა შვეში. ბიჭო, იმით აიდან აკეთებდიო. არა, ფულს მარტო ბარიგები აკეთებენ, აზ ხა შენ რევს ფიქრობ? არა, ფულს მეც ვაკეთებ ირაკლის აკეთებს. ბარიგაო, ფიქრობ, აზე ხა? ადამიანო, ფულს მეც ვაკეთებ ირაკლის აკეთებს და ბარიგა ხარ? ჩვენი პროდიუსერიც აკეთებს. ბარიგა ხარ? არა, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ახსნა საიდან მე ვაკეთებ. რატო ვერ ხსნი? ჰა, მითხარ რას ვხსნი? სამალი შემომდიოდა 30000-ზე მე ყიდულობდიოდა. ფული მაქვს ხა თქო? დაკარგე. ხო, ან მანამდე რა ფული მქონდა? სამალი რატო გაიკეთე? სამუშაობდი. ძალიან რა. ბარიგობდით? დაურეკო. მე დაურეკო? და რა უთხრა? გადაცემაში ვარ თქო და შენ სახელს ვახსენებ. კაი. კარგი და რა. დაურეკოთ მაშინ. ბზანარი. ზანდიკო ყველაფრისთვის, აი big respect. ამას მომზადება ჭირდება ზოგადად. გადაცემისთვის რომ მომზადებ, პროსტა დახევარებ რაღაცა ლიტრა კონიაკი ჩავარდე. ტიპა იმდა გათვალა რომ მიუწვდომელია ძმაო. რა უყოთ? კაი, გავაგრძელოთ გადაცემა, მაგის დედაც კაცო ვერ გამოგდის რაღაც. ვერ გამომდა. რამ ისეთი რეაქცია გაქვს, რომ აი ყოფილ ნარკომანს რო გეძახიან ნარკომანს რამე გამაღიზიანებელი გაქვს შინა გაქვს? არა, იმიტომ რომ ნარკომანი ვარ. ანუ ეგ всё ისა გაქვს იარლი. იარლიკი ააკარე შენ თავს. რაღაცნაირად ის არის, თავის დაჟჯაა, ხო ეგ? რატოა თავის ბარიგობაა თავის ჯარზე რო იგონებენ. არა, თავის უფრო დაცვაა რა, რომ ანუ მაგაზე ვერ შემოგიტევენ. ვერავინ ვერაფერს ვერ გიტყვის თუ შენ თავს შენ თვითონ ეძახი მაგას რა. რატო კაცო? თუ გინდა მე არ დაუძახებ და დამიძახო. არა, ეგ უკვე აღარ გამოვა. ეხლა მე ალკოჰოლზე იც ხალხმა რომ პრობლემა მაქვს. ნუ პრობლემა რომელიც არ არის რეალურად. შენ პრობლემა არა, შენ მომავალი ნარკომანი ხარ. იმედია ბარიგა არ გახდები. სად მაქვს შენნაირი ტვინის? ბარიგას იცი რამდენი რჩება? კაპიკები. ბარიგების კომის ჩააგდეთ ანგარიშის ნომრები და დაუდონატოთ. ბარიგები სადღა არიან? შენ გინახია ვაფშე ბარიგა? კი. სად არის აბა? სად და თითი დაადე. თიც არ დავადებ, აი მაგრამ რა, სად არის ბარიგა? აი სად? კლუბებში თუნდაც. კლუბებში არიან, ეგენი ბარიგები არიან? ვიღაც ბესელერები რო არიან რაღაც ანუ მანდაც რაღაც განსხვავება არის? არა, ჩემი აზრით, შენზე მაგარი ტიპები არიან. ესე იგი მე ბარიგა არა ვარ. აუ, პროსტა ისინი მაგარ დონეზე არიან რა, ანუ ძალიან მაგარი მანქანები დადიან და რამე და ეხა რავი, ჩემი აზრით, შენზე მაგარი ანუ ტიპები შენ არიან. ისბი მანქანა დაით რო იბარიგებდი. ბიჭო, არა, ამ სახლებიც აქვს რა ძალიან მაგარი. სახლებზე უკვე წახვიდოდ. არა, მე იმ ხალხზე გეუბნები. ძალიან შესლიფი ჩამოვარდა ეხა იმერად შენ ქონდა გაცვლა გამოსვლა ამას არ მიდის. ამოჭრიან, იცი, შენები. არა, ვიცი რა ამოჭრია. ხო, და ეს დატოვებს ამ ყველაფერს. არა, დატოვო, პროსტა მე გეუბნები რომ ანუ ბარიგები ეხა მე ვისაც ხვდები ძალიან მაგარი ტიპები არიან და ანუ შენ ვერ ხარ აშკარად მაგარი. შენ საერთოდ ანუ მოიცა ბარიგა არა ვარ, შენ ესე ბარიგებს აიდ არის თო ერთი წავი. ერთი წუდი ეხა მოიცადეთ. კაი, ეხა ვუსრულებდი გას. რა სრულებ შეგისრულა აქ. შემიზრულა პროსტა ბოლოს დაატორმოზა რომ რაზი დაბატონოს. იმაზე რომ შენ არ ამყევი რომ მე უფრო მაგარი ვიყავი. რატო არა? მართლა ვსროკავ ტიპს. კაი, სხვა თემაზე ვილაპარაკოთ. ხო აი და მაინც შააქხედავ ეს უყვართ რა, ანუ თუ ვერ გიგებს, ბოლოს არ ტყავს, აი მართლა ვსროკავ და ეხლა აუდიენციას დააფიქრებს, მაინც მართლა ბარიგა ხო არ არის ისე. რა დაგიჭირა. ფსევდო ფსიქოლოგი 21 წელია, ციხეში სტებ მინახია 5 წუთში. ციხეში იყავი? კი, საჭირო. მე არ ვждавარ. აბა რა. მე კი ამერიკაში ვждавარ, ევროპაში და თბილისში ვждавარ. კაც ხო არ ყავს მოკლული. ჯერ არა. მაგრამ ეხა გვერდზე მიზის. ერთი ბარიგობაზე მოიცა ამერიკაში ცხოვრობდი. კი, ლონდონში, მოსკოვში, ტაილანდში, ინდოეთში. ისე პატარა მიამიტია. არა. ყველაფრის ვაჯერა. ჭვარა ხა იზო. ой, მე მართლა. ვეკითხები რა. სიმართლე ტყუილი სწრაფია რა. ტყუილი სწრაფია და ირაკლი რომ სამკარტა ბურაში დასვა 6 კარტით ეთამაშები, მე ტყუილი იმდენ სწრაფია და სიმართლე მარათონებს დარბის. ანუ ეხა ვერ გავიგე. მე არ
ხო ეხა სწრაფად ხვდებით ერთმანეთს უცებო გატყუებო თორე დიდი ხანი რომ ვიცნობთ ერთმანეთს ვერ გაჭრისო ციხეში ჭორი ვარდება ელვით მაგრამ სიმართლე ჯერ შნუროკებს იკრავს ოკეი ელოც არა შენებონაზე ხა ტყუილი მალე ვრცელდება სიმართლეს დრო ჭირდება ეხა შენ რომელს აკეთებ ეგ სიმართლეს ყოველთვის და სიმართლეს ამ დედამიწაზე ტყუილი მოტყდება ზუსტად წელს და ტყუილი ჯახუნეს მაო კაცი არა ის ნახეთ სარეალ ჭიქას გუჯახუნ ძალიან კონტროვერსიული გადაცემა გექნება და კონტროვერსია ყოველთვის აპაბლისებს წავით ჯენ იმას რა ქვია სანდრო გააზრე შესვენება გავიჩიტოთ გიბრუნდებით მეორე სერია წარგვადგინე ვინ ყავს შენი სახელი ირაკლი შენი მიშა იყოს რა კაცი ხარ კაცი ვარ მომყვები ბოლომდე ძმა მაშინ არა მოჭრი ამას არა მოჭრი მაცადე სად რეკავ კაი ადგილას ვრეკავ შეკითხვას ვსვავ სადღაც მომე არაფერი ისეთი არ იქნება სად რეკავ საღას დავრეკავ მომე არა მოჭრიო ხო თქვი აი სად დავრეკავ ეხა ეთერში ისეთი რაღაც მოხდეს კაი რა მომე შოუში ვარ 24 წელია ჩართულია კამერები აუ სტოპ ძმა 112-ში რეკავ და რაღაც ვეკითხები მომე რა რას ეკითხები 112 არის გადაუდებელი ხო თქვი არა კითხო რაღაც არაფერს არ ვიძახებ მომე არ გაინტერესებს შოუ ხო გინდოდა მომე არა სტოპ ეგ არის უბრალოდ გაფლანგვა ადამიანის რესურსების დავრეკო შეიძლება ვიღაცა კუდებოდეს და 112-ში არ დარეკო თუ გინდა ვისთანაც ძმაკაცთან გინდა დარეკე მომე ძმაკაცები არიან ჩემ მომე არა სანდრო არ გამოვა ეგრე 112-ში არ დარეკო ჩაწერი არაფერი ისეთი არ ამოჭრი თუ რამეა რა ამოჭრი რას ამოჭრი რა სანდრო რაღაცას ამოჭრი აკეთებ ხა და ამოჭრი თუ გინდა წემა ხო იძახდი რომ უფროსები ყველა ჩემი ძმაკაცები არიან ნებისმიერ უფროსთან დარეკე თუ გინდა 112-ში არ დარეკო კაი მომე არა მოჭრა მაშინ არა მოჭრი თუ გავა თუ არა 112-ში დავრეკოთ და რაზე აი ვკითხოთ რაღაც კარგი ვკითხოთ ხა всё ჯიგარი ხარ აი ეგრე მომწონ ხარ რომ მოყვები ჯიგარი ხარ უკვე რატო გათიშე კითხოთო და 112-ო 112-ს რა უნდა ვკითხო წეღან რომ რეკავდი ადამიანს რატო რატო გათიშე გათიშე მომე კაი იქ დავრეკავ კაი მომე სანდრო გავაგრძელოთ გადაცემა რა გთხოვ იქ დავრეკავ და თუ არა იყო გავაგზავნე აი რეკავს მომე აჰა ნათია ნათია არ არის ამ ნომერზე არა კაი მაპატიში კაი გადარჩენ ხა გავაგზავნე აი გადავრჩით ძმაო რა აი მენა გადავრჩით 112-ში არ ვეკავთ 112-ში არ ვრეკავთ იმიტომ რომ შეიძლება ადამიანები კვდებოდნენ და საღადაოთ მე არ ვრეკავ საღადოთ არ იმიტომ რომ მე ბავშვები მიყურებენ ჩემ რაღაც მაგალითს იღებენ და ალკოჰოლზე ვეუბნები რომ აბსოლუტურად არასწორია მაგრამ უნდა ისწავლონ რომ 112-ში დასარეკი როს არის უნდა დარეკო 100% მაგრამ ეხა რა დასარეკია რამე საფრთხე გემუქრება რამე საფრთხე რა საფრთხე გემუქრება ბრალდება კამერები იწერს რა ვიცი ბრალდება იყო მიჩულე მე რატო აი ვრეკავ წაიღე სანდრო ეს ვიდეო მე და მიჩულე სასამართლოში არა რატო უნდა გიჩვენო 112-ში ვრეკავ და მიზეზი რა არის კითხო რაღაც უნდა არ დამარეკინებს 112-ში ადვოკატები არ არიან თუ რამე ბრალდებას გიყენებენ უნდა დარეკო ადვოკატთან წაიღებ ამ ვიდეოს და მიჩულებ მე всё რატო უნდა გიჩვენო დავრეკოთ 112-ში 112 არის გადაუდებელი სამსახური გადაუდებელი საქმეა მე დავრეკოთ მოდი რა გჭირს გადაუდებელი მითხარი რატო გეშინია თავისუფლად ხო ხარ რატო გეშინია თავისუფლად არ გეშინია დავრეკოთ გათიშე სანდრო არა მოჭრი ამას არა მოვჭრი კაცო მე всё კარგი დაგვრთეს ნე გამარჯობა მაპატიეს რო გაწუხებთ რაღაც პატარა საქმე მაქვს ბრალდებაზე არის რამე მუხლი რა ბრალდებას გულისხმობ? აი რო რაღაც გაბრალებენ რაიმე იურიდიულ კონსულტაციას ჩვენ ოპერატორები ვერ გაგიწევთ თუ ვარაუდობ და ფიქრობთ რომ პოლიციის ჩართულობა იქნება საჭირო შემიძლია გამოგიხსნათ კარგით თუ მე დავებიან რომ წამალს ყიდიო რა უნდა როგორ უნდა მოიქცე მაგ შემთხვევაში როგორც მოგახსენეთ თუ თვლით საჭირო რომ აი ამ ყველაფერში პოლიციის ჩართულობა არის საჭირო ჩავთოთ? გამოგიხსნათ სანდრო შენ გადასაწყვეტია როგორ მოიქცე ჩავთო თუ არა სანდრო შენ გადასაწყვეტია შენ ხარ ზრდასრული ადამიანი ჩავთო კონსულტაციას ვერ გაგიწევთ თქვენ ხო. როგორ ხდება ჩემძლე ეს არის გადაუდებელი დახმარების მაშინ სამსახური გამოიძახეთ კი ბატონო მისამართი ვითხარით მისამართი ვითხარით. აუ გითხრას ადამიანმა რომელიც ბრალს გდებს ხო ხო, და არ ეხა სატო არის. ხელს მაქსიმ გურკის მასიმ გორკის 11 რაიონი რომელია
რაღაც თბილისში ხართ? კი ბატონო. კარგით, დიდუბეთ ჩუღურეთი გლდანი ნაძალადები. დიდუბეთ ჩუღურეთი. მე მგონი დიდუბეთ ჩუღურეთი. კარგით, მაქსიმ გორკის ქუჩა 11 ნომერი. რამე დაწესებულებაში ხართ? კი, ოფისში ვარ, კაი ხალხთან. ოფისი ქვია, ოფისში ხართ ხო? კი ბატონო. სახელი აქვს ამ ოფისს? რაღაც გადაცემა. პოდკასტ კორნერი. პოდკასტ კორნერი. გარეთ გამომოვთ კაც. კი ბატონო. გასაგებია, ამ ნომერს დაგიკავშირეთ ბატონო საჭიროების ეს. კი ბატონო. თქვენი გვარი სახელი? ალექსანდრე ჩიქოვანი. ბატონო არცადე კონფლიქტური სიტუაცია გაქვთ ამ საკითხთან დაკავშირებით, ხო? როგორც საკმაოდ, კი. გასაგებია, რაიმე სიტყვი არის შეურწყყოფ ამ ფიზიკური არა. აღარ მოგაყენეს. მხოლოდ ბრალდება. გაბრალებენ ამ ყველაფერს. კი ბატონო. აი ესე მეკითხებიან და ეძიებიან. გასაგებია, კარგით, გადავეც ინფორმაცია და დაელოდეთ. კარგით, მადლობა. დაველოდოთ ეხლა მოკლედ. არა, გავაგრძელოთ, დაველოდოთ, უბრალოდ ბავშვებო იცოდეთ, რომ ესეთ სისულელი არასდროს არ გააკეთოთ, იმიტომ რომ ამ დროს შეიძლება ხალხი ხალხო ტყუებოდეს. პოლიციაში ყოველთვის დარეკეთ, როგორც კი რაღაცა არ მოგეწონებათ. კი, ბატონო, დარეკეთ. ან ქუჩის ბიჭები დარჩე. მე მაინც ვიტყვი, რომ ქუჩის ბიჭები არ არიან. ყველა ქუჩის ბიჭები. მე მაინც ვიტყვი, რომ ყველა ადამიანს თავისი ცხოვრება აქვს, მე რაშიც ვერ ვყვევი. მე რაშიც ვერ ვყვევი. არ ვერევი. ამ ყველაფერს გაშვება გინდა სამ. აუცილებლად. კი, ბატონო. კაი, მოდი რამე ანეკდოტი მოვყვეთ მანამდე. დავაი. ის ზაღალზე მოყოლილი მაქვს უკვე ასე რომ სხვა რამე მოვყვეთ. პოლიციაზე ზაღაზრის ხარ. უღურეცაღა როგორც ვახსენე. თუ ქუჩას ემხრობი და კაი ხალხია პოლიციელი მიანარია. სტოპ, მე არ მithქვამს რომ რომელიმეს ვემხრობი. მე ვთქვი რომ არავის არ ვაგინებ, ყველა ადამიანს თავის პოლიციაზე რა ცხოვრება. აზრის ხარ? კარგი აზრის ვარ. კარგი აზრის ხარ. კი. და ყველა ადამიანი თავის საქმეს აკეთებს. ქუჩის ბიჭებს. ქუჩის ყველა ადამიანს თავის ცხოვრება აქვს. ყველა ადამიანს თავის ცხოვრება. რატო გადავიდეთ ეხლა ამ ჩემი ტრაკის საქმე არ არის სანდრო ეგ. რა გეკითხებას რა საკეთებენ თუ? სანდრო პირდაპირ გეუბნები შენ რომ თუ ჩემი იცი რომ ტრაკის საქმე არ არის. კი, მაგრამ ესე იგი იცი მაგაზე აზრი გაქვს დაფიქსირებული და ესეთები არიან, ისეთები არიან, მშვენიერები არიან. რა საკეთებენ? ჩემი ტრაკის საქმე არ არის თქო, ამაზე მეც ვერ მაშინ რაღაცო იცი, კარგები არიან თუ ცუდი. ეგ არ მithქვამს კარგები არიან. ესე იგი არ გწოდნია. ბაზარი არა, შენ ხო იცი და შენ ხო აგინებ. კი. ბაზარი არაა ძმაო, რავი. ეხლა ვზივათ პოლიციაში ველოდებით? კი, რომელიც შენ გამოიძახე. დავაი. მანამდე მოვყვეთ TikTok-ზე გაიჩნდა ერთი გოგო. კაროჩე ამერიკელი არა, Casey Anthony ქვია. ხო და 10 თუ 15 წლის წინ იყო ბაზარი. ანუ ტიპმა თავის შვილი მოკლა. იმენა რეალურად რა, ეხა ამერიკაში რო იყო ამის გამო ფშარში გავახოვდი, იმიტომ რომ სასამართლომ უსამართლოდ ცნო. კი არა და უსამართლოდ ხო? ხო რა. მაგრამ უდანაშაულოდ ცნო. მაგრამ აი რამხელა დამამტკიცებელი საბუთები იყო, იცი? რომ ტიპი გუგლავდა, რომ ბავშვი როგორ გაუგუდოთო რაღაცეებიო, მე ჩანთაში ჩასვა თავის ბავშვი და იმაში მოისროლა და 6 თვე ტიპი მალავდა. შორიდან რომ რაღაცა მე ვითომ რახან ნარკოტიკებზე ლაპარაკობ, ამიტომ ბარიგობასთან ახლა. სანდრო, სტოპ. შენ მას აღარ მე ვარ ფსევდოფსიქოლოგი და გეუნები. ხო, კარგი, პატრულს ველოდებით სანდრო, შენ ფსიქოლოგიურ და შენ ნაცნობებით. ეხლა ხო დარეკე სამ ნაცნობთან, რომლებიც რაღაცა ის არიან, ხო? წესიერი ხალხი. არც ერთმა არ გიპასუხა. ხო, კი ბატონო, ბოლოს დარეკე პატრულში, რომ აი ხა, რა ვიცი, რაღაცა ზეწოლა იგრძენი, ხო, ველოდებით პატრულს, კი ბატონო. ხო, გააგრძელე. ხო, მანამდე. არაფერს არ აქვს, მართლა ნიუსია. ხო, კი ბატონო. ვითომ არაფერი. მარტო სიცილი რა უბედო რა. დაამთავრე მაინტერესებს. არ თავრდება ბიჭო, ძალიან გრძელი ისტორიაა. მართლა როგორი ისინი ქონდათ, იცი, ბრალდებები, რომ ტიპი გუგლავდა წინადღით ადრე, რომ ბავშვი როგორ გაუგუდოთ და რაღაცა ეგეთები და სასამართლომ ვერ დაუმტკიცა. 6 თვე ბავშვი გამქრალი იყო, ჩვილი ბავშვი იყო რა და მშობლები რო ურეკავდნენ, რეებს ჩითავდა, იცი? აი ხა გაიქცა აქ. და ეს რაღაცებს უჩითავდა. და 6 თვის მერე ძიძამ მოიტაცაო 6 თვის წინო. და დღეს TikTok-ზე გაიჩნდა, დღეს კი არა, ერთი კვირის წინ გაიჩნდა TikTok-ზე, რომ მეგობრებო, მე ვაპირებო ცხოვრება თავიდან დავიწყო და რაღაცა ეგეთები. და ბავშვი დავრიდა. ხო, მაგრამ ამერიკაში რო იყო დაგვერხეო და მაგ ბრალდების გამო. ამერიკაში ხარ. Yes, Sandro, კი. ნახდათ ამერიკაში ხარ. ეს არის ამერიკის ქვეყანა და იქნება ყოველთვის. კი ბატონო, კაცო. ყველაზე მაგრად სავე ისტორია ცხოვრება. ლონდონში.
რამდენი ხანი ყავ? 8 წელი თუ 6 წელი თორემ. და ანუ რა ჯეობდი და ვერთობოდი და საიტებს ვაწყობდი და რაღაც ჩემი TikTok-ები მქონდა და მისწორდებოდი. აი თქვენ რაც საკეთებდი, ამას ვაკეთებდი 20 წლის წინ. კი, 20 წლის წინ რომელ საიტზე? ვაიმეკომები avoage golgi-ებს ეს მე მართავდი და ის შენ მართავდი, ხო? მუსჯი შენ იყავი მუსჯი? კი, ყველგან. აუე მახსოვს აუეჯი. ამას შურს. ეს იყო. ამას შურს, ეს არის ლოთი. ყველა ნარკოლოგი იტყვის ეს არის ლოთი სახელზე შეხედე გასიებული დიდი ესეთი რობოტის. ეს არის ლოთის დამახი. ზუზუები ეძებათ ლოთებს. შენ არ გაქვს ზუზუები, შენ სკუნქანი ხარ. ამას ზუზუები დაესხა ყველა სექსუალურად დაესხა. ვიდრე დაამშვიდა რა ტიპი 15 წელია ვარ ჩემს უკანი. ეს ზმაო არის ნაკაჩავები კაცი. შენ ხარ ხო ყველაფერი იწერს სანდრო, ანუ როგორც ვავიწროვებთ ახლა ადამიანს, რომ გადაობთ ზუზუებზე, სემსუქნეზე, მაგრამ ადამიანი შევიწროვებულია იმდენად, რომ პატრულში გახდა დარეკვა საჭირო. ახლა 2 ან 3 ადამიანი უნდა მოცდეს, მოვიდნენ და ჩაიწერონ ეს მიმართო, მაგრამ ყველაფერი კარგად იხარჯება ხალხო, აი ბიუჯეტი. ბიუჯეტზე მართლა პრეტენზია ვისაც გინდებათ, რომ პატრულზე მეტი ბიუჯეტი აქვს, აი. ბრალდებაზე ბავშვებო ყოველთვის დარეგეთ და იქ ხშირი იქნება ამ ქვეყანაში სანამ განვითარდებით. კი. აი სანდრო გაგვავითარებს. გააგზავნეთ. აი მე რა სანდრო პრემიერობა არ გინდა? არა, ერთი წამი რა. ერთი წუთი. სანამ პრემიერობამდე გადავალთ, ანუ ეს ბრალდება რატომ მიიღე სერიოზულად? სტოპ, ანუ მაგაზე მეტი სერიოზულად არ არა, მე ხო შეგეძლო გეთქვა და გავჩერდებოდით. ანუ არა, მე რა. არა, ბავშვებს ასწავლის. ბავშვებს ასწავლოთ პრობლემას დაიჭერთ, მოგუდეთ სამუდამოდ. ანუ რა პრობლემა იუმორისტულ გადაცემაში არ მოხდი? იყო ეს იუმორი, უკვე როცა ნებისმიერი გადაობით დაკნინება არის შეურაცხყოფა. სანდრო, თავიდან რა გითხარით ეგ გაგვი მეორე? რაზე? რაღაც თავიდან და მერეც. რაღაცა თუ არ მოგეწონება, მოგეწონება? თუ არ მოგეწონება, ამოჭერიო. კი ბატონო. ორი გოგო ხო ყავს აქ, შეგიძლიათ უბრალოდ რაღაც თქვათ 1 2 3 თქვათ? ხო, აი ორმა გოგომ თქვა, ეხა 1 2 3. გოგოებო, ესე იყო თუ რაღაცა გეწყინება, შეგიძლია გვითხრა უბრალოდ რა ამოვჭრეთ. შენ თუ აქ ყველა მოყავს აკომპლექსები და მე რეჭერი იმად დატარამულებს. შემდეგაც როცა გავედი. მაგაზე ვაფშე დავხურა ამ გადაცემას. გაწყობს? არ დამხურველის დედის გაწყობს? დავაი. დავაი. რამდენ ხანში? სტოპ, რამდენ ხანში? რამდენ ხანში? ეხა ვიზა მაგ. რამთავრებთ მოკლედ ასე მოხდა. არ ვამთავრებ, კაცო, რამდენ ხანში თქვას? რამდენ ხანში? რატომ თქვა რამდენ ხანში? რამდენ ხანში? ნახავ შენ. თქვი? გას ნერვიო დაწმენდი. თქვი, ხო ყავს კონტაქტები, ხო დარეკე სამაკაცმა ხო არ გიპასუხა. ბოლოს ხო პატრონში დარეკე. თქვი, სანდრო, რამდენ ხანში? და შენ ხო თქვი რომ ეს გადაცემა ბოლომდე დადეო. ეხა ვისაუბროთ თავისუფალ თემებზე, სამ პატრული მოვა მეგობრებო. რაზე ვისაუბროთ? მომზადებული უკვე რო შეხვალ რა სიტყვი? პატრულთან? კაპეზეზე. მე დაარეკილი, მაგრამ მეთქი ადგილი დამირეზერვეთ მე ყველაზე კაი ადგილი რა უნდა ვთქვა? იმედია ეხლა ის იქნება ცოტა ადამიანური. ხო, რავი, თუ რა მეიცით როგორც არის, ვინც გამოსული დაგვიკომენტარეთ. მაგრამ ეს დაიდება ერთ კვირაში. მანამდე გამოვალ უკვე. ხო, მაგრამ აი გამოვალანა. სხვები წაიკითხავენ და მაგათთვის იქნება რა გამოსილება. ზოგადად ძალიან მიყვარს ესეთი ადამიანები, რომლებიც იძახიან, რომ აი თქვენ დაგხურავთ, თქვენ იმას გიზამთ, ამას გიზამთ. ნუ და ეხლა რომ მართლა დაგხურავს. დავითა ნერვიულობს, სტოპ ხელფასი მაკალდება. დავითა. არა, მეგობრებო, ყველას უღრმესი მადლობა, ვინც გვიყურებთ. არ ვამთავრებთ, კაცო, ბაზრობთ, ველოდებით პატრულს. უბრალოდ ყველას უღრმესი მადლობა, მართლა ვინც გვიყურებთ, ვინც გვიწერთ, 14000 ვართ. უანგაროდ ზოგი ანგარებით. 20000-ზე ხო იცით, საათს ვათამაშებთ, ასე რომ გამოიწერეთ. კაი ამინდები ძლივს გამოვიდა ბლედ და კიდე ჩემი და სამონტაჟებელია და მეორე რატომ უნდა ვაფშე არ ვიცი რა. საშაურმეზე უთხარი მე ნაპარნიკებს რომ მეთქი დილის 5-ზე წავალ ძმაო ნავთულში, იმიტომ რომ დილის 5-ზე მართლა გამისწორდებოდა რა, სიარული და სტოპ!